მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. რა ხდება მსოფლიოში? წარმატებები, კრახები და ინოვაციები. შევაჯამებთ მიმდინარე კვირას. მათე კობახიძე, 14 წლის ახალგაზრდა, რომელიც ფორმულა 4-ის ტესტებზე, არ ვიცი, ძალიან წარმატებით გაიარა. დიდ ბრიტანეთში იყო ეს ყველაფერი და მომავალი ფორმულა 1-ის პილოტი ქართველი მე მგონი გვეყოლება რა. ჩემი გადაწყვიტა მიებაძა Range Rover-ისთვის პირდაპირ მნიშვნელობით. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი Range Rover-ის ცნობილი რეკლამა 64-ის კარიბჭეს როგორ იპრობს 999 საფეხურიანი აღმართი არის. ციცაბო აღმართია და მოხდა სრული კატასტროფა. გაწყდა უსაფრთხოების ნოტიო და გამოება საბურავს და ამის გამო მანქანა დაცურდა, რაღაცა პატარა დაზიანებაც მიაყენა ამ ლეგენდარულ ადგილს. ნუ ამას ყველაფერს ვავანაზღაურებ თუ რაღაცა, მაგრამ მე და დანოს ნაკლებად გონია რომ ეს ყოფილიყო თავარი მიზეზი აქ. რუსეთში ძალიან საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. მიბაძეს ტესლას და ჩვენც რატო არ შეგვიძლია რობოტი ყავდესო როგორც ტესლას ყავს რობოტიო და მოკლედ როგორც კი სცენაზე ავიდა რობოტი და ხელი დაიქნია, გადაწონა და წაიქცა ეგრევე. უმალვე რა თქმა უნდა ეს რობოტი აიტაცეს და გაიტანეს სცენიდან. გადავიღეთ ფრანგული hot hatchback-ი. Renault Clio RS Trophy, როგორი სამართავია ყოველდღიურად ქარხნული სპორტული ავტომობილი და რამდენად ღირს მისი შეძენა. მართვისას Clio RS Trophy უკვე რამდენიმე წამში აჩვენებს თავის ხასიათს. მანქანა სწრაფად რეაგირებს გზაზე. მოსაღვევებში მანქანა უწყინარია, მაგრამ მკაცრიც. თუ ხეშად მოექცევი, შეგატყობინებს, რომ უნდა დაუბრუნდე ჩარჩოებს. სპორტ რეჟიმის საჭის სიმტკიცეს და გაზის რეაქციას ზრდის. რეის რეჟიმში კი მანქანა მთლიანად თქვენ ხელშია. გადაცემათა კოლოფი აქ უფრო მგრძნობიარეა. ზედმეტ შეყოვნებას არ აკეთებს და აქტიურად ასრულებს მძღოლის სურვილებს. Trophy საკმაოდ კომფორტულიცაა ყოველდღიურ რეჟიმში. სალონი მოსახერხებელია საწვავის ხარჯი ზომიერი, ხმაურიც არაა გადაჭარბებული. ეს არის მანქანა, რომელიც მხოლოდ კვირადღეს უნდა გამოიყვანოთ. მას სავსებით შეუძლია იყოს ყოველდღიური სატრანსპორტო საშუალება, ოღონდ სპორტული ტემპით. გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ქალი ავტობლოგერი ანა აბაშიძე. მოგვიყვება და გაგვიზიარებს გერმანიაში მწვანე ჯოჯოხეთის 20 კილომეტრიან სარბოლო ტრასაზე სიარულის გამოცდილებას. რინგზე თუ დაიმკვერია, უამრავი ჯარი, ჩათვალე როვანებში ხარდა. ეგრევე უნდა გამოასწრო. საქართველოში, აბსოლუტურად. არც გეყოფა არ ვერ გამოასწრებ, დაგიჭერებ და ანუ აი გადაიხადე. პირდაპირ ესე არის რა. ანუ საერთოდ სხვა გამოცდილება არის. წარმოიდგინე 22 კილომეტრიან გზაზე მიდიხარ, ეს გზა აუცილებლად ზეპირად უნდა იცოდე, რომ შენ ანუ ყველა მოსახვევში უკვე სწორად შეხვიდე. სტატისტიკა არის ესეთი, რომ რინგზე ერთდროულად იმყოფება ხოლმე 400 მანქანა. წარმოიდგინე, ეხლა იქ მართვის გამოცდილება რა არის. ძალიან საინტერესო სიახლეები გვაქვს. მოდი დავიწყოთ პოზიტიურით. მათე კობახიძე, 14 წლის ახალგაზრდა, რომელიც ფორმულა 4-ის ტესტებზე, არ ვიცი, ძალიან წარმატებით გაიარა. დიდ ბრიტანეთში იყო ეს ყველაფერი და მომავალი ფორმულა 1-ის პილოტი ქართველი მე მგონი გვეყოლება რა. მათე ძალიან მაგარი ბიჭი არის, მართლა ჩვენ ადრეც თქვით, სანამ მათეს ფორმულა 4-ში ვიხილავდით და ფორმულა 4-ის ტესტებზე წავიდო და აქამდეც გვითქვამს ბევრჯერ რომ მათე იქნება მე მგონი პირველი ქართველი რომელიც ფორმულა 1-ზე ქართული გვარი აღმოჩნდება და მათეს ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებთ და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ქართველებს გვეყოლება ფორმულა 1-ის პილოტი. წვიმაში რა მაგრად არის? წვიმაშიც ძალიან მაგრად არის. პარალელი გავავლე სენასთან რა, წვიმის კაცი. მათეს მე მგონი ძალიან უყვარს სენა და ხასიათებითაც მათეს სიარული ძალიან გავს სენას სიარულს. აი ძველი კადრები თუ გაქვს ნანახი სენა რო კარტინგით დადის, ძალიან გავს მათეს სიარულიც და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებთ მათეს დიდი ფორმულა 1-ის გზისკენ მოკლედ. გადავიდეთ კრახებზეც. ჩინური ავტომწარმოებელი ჩერი. ბატაჟორის გაგიგია? კი, რა თქმა უნდა, გამიგია. ერთ-ერთი ძველი მოდელიც არის, რომელიც ძალიან პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს არის ჩერი ამულეტი. ძალიან მახინჯი ვაკარას სიმართლე მინდა ვთქვა. და ნუ შემდეგ ნუ ჩერიმ რაღაც პერიოდი განულო და ეხა უკვე როგორც ჩანს და როგორც მოინდომა მწვერვალების დაპყრობა ჩინური მწარმოებელი გადავიდა ელექტროავტომობილებზე. მოკლედ ჩინელები აქტიურად
აქტიურად ბაძავენ ევროპელ მწარმოებლებს. თავიდან ბაძავდნენ ძირითადად ვიზუალით, ინტერიერით. დიზაინერებიც კი, ევროპელი დიზაინერები წაიყვანეს თავენთ კომპანიებში და აწყებდნენ იქ მუშაობა და ძალიან ბევრი ჩინური ავტომობილი ძალიან გავს ევროპულ ავტომობილებს. მხოლოდ ვიზუალით. მაგრამ ეხლა რა მოხდა? მოკლედ ჩერიმ გადაწყვიტა მიებაძა Range Rover-ისთვის პირდაპირ მნიშვნელობით. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი Range Rover-ის ცნობილი რეკლამა, 64-ის კარიბჭეს როგორ იპრობს, 999 საფეხურიანი აღმართი არის. ციცაბო აღმართია და მოხდა სრული კატასტროფა. ნუ იქ წერენ რომ მიზეზი არის ის რომ გაწყდა უსაფრთხოების Tokyo და გამოება საბურავს და ამის გამო მანქანა დაცურდა რაღაცა პატარა დაზიანებაც მიაყენა ამ ლეგენდარულ ადგილს. ნუ ამას ყველაფერს ავანაზღაურებ თუ რაღაცა, მაგრამ მე და დანოს ნაკლებად გონია რომ ეს ყოფილიყო თავარი მიზეზი აქ. არ ვიცი. როგორ რაღაცაა იცი, ზოგადად ავტოწარმოებაში ყველაფერს შვება, გამოცდილება და იმ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. ეხლა Range Rover-ი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი არის, მაგაზე ორი აზრი არ არის. Mercedes-იც და BMW-ც რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის, მაგაზეც ორი აზრი არ არის და ჩინელებს მინდა ვთქვა რომ ჯერ ძალიან ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვაოცებენ და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ მეც გაოცებული ვარ ხოლმე და ჩინური ავტომობილები ასე თუ ისე, მე ვთვლი, რომ ნორმალური არის დღეს რაც იწარმოება. ანუ პირველი შთაბეჭდილება გექნება ხოლმე ვაუ. მაგრამ მე უკვე ისე მალე ეგუები ამ ყველაფერს, რომ თითქოს აი ჩვეულებრივი რაღაცა ავტომობილია რა. ეგეთი შეგრძნება არ გაქვს მაგალითად რაღაცა ახალ Range-ზე რო დაждე პირობითად ან ახალ BMW-ზე, რომ იქ ვაუ გიგრძელდება დიდი ხანი. აქ გიგრძელდება პატარა ერთ რამდენიმე წამი რა. სტანდარტულად თუ ჩინური ავტომობილით ქალაქში ყოველდღიურად ვივლით და გამოვიყენებთ ქალაქისთვის, მინდა ვთქვა, რომ იდეალური არის. კი. მაგრამ როცა ყიდულობ შენ ავტომობილს, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ვიზუალურად გავს Defender-ს და აქვს პრეტენზია იმისი, რომ მინდა ვიყო Defender-ი, ხო, შენ მისგან აუცილებლად უნდა მოელოდებოდე იმას, რაც შეუძლია Defender-ს. მაგრამ რეალურად ხებულობ დაგორებულ მანქანას და ძალიან ძველ ისტორიულ ადგილს, რომელიც გააფუჭე. სამწუხაროდ ესეც ხდება ხოლმე. სხვათა შორის ელექტროავტომობილებს შევეხეთ და მინდა თქვა ესეთი რაღაცა, რომ Volkswagen-ზე. ხო. ძალიან კარგი შედეგი დადო. 1000 ესა ბოდიში 160,000 კილომეტრი გაიარა და ბატარიის lifetime-ი მოვაკლდა 9%, ხო? ხო, ნუ როგორც ჩანს ძალიან მინიმალისტურად განიცადა დეგრადაცია ელემენტმა და ნუ ეს კარგი არის და ნუ ვითარდებით რა 21 საუკუნეში. წინ და წინ მივდივართ. ნუ რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა. Toyota საერთოდ წყალბადზე მუშაობს და ეხა 2028-დან გადადიან წყალბადზე მომშავე Hilux უშვებენ და ძალიან საინტერესო 2026 წლიდან მოკლედ Hilux-ი იქნება ელექტრო და ესეც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ აი ჩემი აზრით Hilux-ის ელექტროობა პიკაპი და ელექტრო მაინც ცოტა რაღაცა შეუთავსებლად ეჭვება რა, იმიტომ რომ აი პიკაპი არის აი უნივერსალური ავტომობილი, მით უმეტეს Hilux-ი და Hilux არც ერთ შემთხვევაში არ სჭირდება რეკლამა, ეს ისეთი ავტომობილი არის და ისეთი მუშა. ისეთები აქ და გამოვლით ტომგერში გახსოვთ ალბათ ყველას კი. Hilux-ზე და ხიც ხე. აფეთქეს დაწვეს და ყველაფერი და დაიწყო და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი Hilux-ი გვხვდება და ძალიან ბევრ სახელმწიფო დეპარტამენტს ყავს ეს Hilux-ები და როგორ ხმარობენ ყველა კარგად იყენებენ, მე არ ვიცი უბრალოდ რა შეიძლება რომ ცუდი Hilux-ზე თქვა და მით უმეტეს Toyota-ზე, რომელიც უმაგრესი ბრენდი არის ჩემი აზრით. მოდი კიდევ ერთ კრახს შევეხოთ. რუსეთში ძალიან საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. მიბაძეს Tesla-ს და ჩვენც რატო არ შეგვიძლია რობოტი ყავდესო, როგორც Tesla-ს ყავს რობოტიო და მოკლედ როგორც კი სცენაზე ავიდა რობოტი და ხელი დაიქნია, გადაწონა და წაიქცა ეგრევე. უმალვე რა თქმა უნდა ეს რობოტი აიტაცეს და გაიტანეს სცენიდან. მე ეს რაღაცას ვიტყვი რა. რუსებმა ჯობია მე მგონი ჯერ ავტომობილების წარმოება ისწავლონ კარგად და თავისი ბრენდები რაც ყავთ ისინი დახვეწონ და ეგ აღარ დაიხვეწონ აღარ ჯერა მაგისი და მე გადავიდნენ რობოტებზე რა. მოკლედ გადავიგე ჩემი ავტომობილი, მაგრამ სანამ ამ მანქანაზე გადავიდოთ და ვიტყოდით ერთ-ორ სიტყვას, მანამდე შენ მინდა კითხო. წინა გადაცემაში მახსოვს რომ ძალიან რაღაცა შეურაცხყოფელად მოიხსენიე ჩემი ავტომობილი. იმის მერე ატარე ინჯექი კიდევაც, აგრესიულადაც იარე, მყრადადაც იარე და ეხლა გამიზიარე შენი შთაბეჭდილება. ხო, მოკლედ,
ყველა მიცის, რომ ფრანგული ავტომობილებისადმი არ გამოირჩევი დიდი სიყვარულით. და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. იმიტომ რომ ყველა ავტომობილი, რასთანაც ქონია შეხება და ყოფილა ფრანგული, ან ფუჭდებოდა, ან იწვებოდა. არა, შენ წავდი, მოდი დავკონკრეტდე, შენ წავდი. მე შენი ავტომობილი არ დამიწევ, შენი ავტომობილი თვითონ დაიწვა. კი. მოკლედ, ნუ არ მაქვს რას ეს სიყვარული და რაღაც არც ვიზუალურად დიდად არ მომწონს ფრანგული ავტომობილები, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი. ნიკას ავტომობილი ნამდვილად გამონაკლისი არის, მართლა კარგი სამართავი ავტომობილია, ძალიან უხეში არის არხნიდანვე. კარგი დაკიდების სისტემა აქვს, საჭის მექანიზმი ეგრეთ წოდებული საჭის ღერძი აქვს, ძალიან მოკლე და ძალიან სხარტად რეაგირებს, ასე ვთქვათ რა. აი მაგალითისთვის რო ავხსნა ჩემმა ავტომობილმა საბურავებს რო ბოლომდე მოუხიოს, უნდა გავაკეთო 2.5 ბრუნი. ნიგას ავტომობილს ეს შემცირებული აქვს და გიწევს 1.5 ბრუნის გაკეთება, რაც საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ როდესაც ავტომობილიც ჩქარა გადავადგილდებით, ან ტრეკზე დავდივართ, ან რაღაცა, საჭი არის ძალიან როგორ ავხსნა, ასე ვთქვათ, სხარტი და მგრძნობი არის და ძალიან ჩქარა შეგიძლია, ასე ვთქვათ, მოსახვეებში საჭე მართო თუ რა არ ვიცი რა ვერ ხსნი ამას რა. დაიბლა უკვე იმენად კაი ავტომობილია და თურმე გაიყოფილა რა. გაიყოფილა თურმე ფრანგული ავტომობილები ჰოთელში რა. მაგრამ კარგი არის, მაგრამ მოდი ახლა შევეხოთ მეორე ნაწილს რა. აი ეს რობოტიკოლოფი რო აქვს იქ ძალიან სწრაფი. სხვათაშორის. ხო, არა, აღიარებ. როგორც ავტომობილები იზახიან, რომ DHG-სა და PDK-ს შორის არისო სადღაც გაკოხებულიო რა. მაგრამ აი, მოდი ახლა ისიც ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ამ ავტომობილს რეალურად გარბენი აქვს 80,000 კილომეტრი. ხო. ანუ ფაქტიურად ეს ავტომობილი არის ახალი. კი ბატონო. იცი რა ზემწყდება კიდე გული? იაპონიიდან ესეთი ავტომობილები რო აღარ ჩამოდის რა. ხო, ეგ სამწუხაროა, იმედია ეკანონი შეიცვლება ან დარეგულირდება და ეკანონი შეიცვლება. ახლა გადავუხვიეთ თემას, მაგრამ ნუ მოდი შენს ავტომობილზე ვსაუბრობდით და გავაგრძელოთ. საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ Renault Clio Trophy არის limited edition-ი, როგორც ნიკა მოიხსენიებს ხოლმე, ნუ 10-დან დაუწერდი 900 და იმ ერთხულასაც დავაკლებ, იმიტომ რომ 80,000 კილომეტრი აქვს ჯერ გავლილი და არ ვიცით, როდესაც ამ ავტომობილს ცოტა გარბენი მოემატება, რა პრობლემები შეექმნება და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივი რაღაცა გაფუჭდა ნიკას ავტომობილზე და ეგ გავრცელებული პრობლემაა ვიდეოში ახსენებ და ეგ ვიცოდით კიდევაც რომ მივდიოდით თანამედროვე ავტოწარმოებაში ზოგადად ძალიან უხარისხო ნაწილი ახლა ყველას რო ფუჭდება ვიცით გინდა Mercedes გინდა BMW და რამე ნებისმიერი მაგას თავისი რესურსი აქვს და ხმება ის პლასმასი და ნუ არა ბიჭო აი დასტორტები იცი ხო ბაკი რატო არ იღებოდა ბაკის სახურავი ვაკუუმური აქვს ნუ ეგ გავხსენით მექანიკურად და всё პრობლემა ფრანგების მოფიქრებული ტექნოლოგია ნეტა მოიფიქრა ნეტა საინტერესოა დაუძებნო ეგ მოსაძიებელია ეგ მოსაძიებელია ნუ მოკლედ მე 10-დან 900 უწერ შენს ავტომობილს და ვაღიარებ რომ კარგი ავტომობილია ნამდვილად ნახოთ სიუჟეტი და მე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდით დღეს თქვენ წინაშია საფრანგეთში დაბადებული და იაპონიაში გაშვილებული Renault Lutetia RS Trophy. სანამ ამ ავტომობილის მიმოხილვას დავიწყებთ, მოდი პატარა ისტორია ვნახოთ, თუ საიდან მოდის Renault და როგორ მოვიდნენ ამ მოდელამდე. Renault სპორტის ისტორია იწყება მოტორსპორტით. თავიდან რალიში შემდეგ ფორმულა 1-ში და ბოლოს ევროპულ ტურნირებში. Renault ყოველთვის აერთიანებდა ორ უკიდურესობას: ხელმისაწვდომ ავტომობილს და სარბოლო ტექნოლოგიას. Nous commercialisée, la voiture sera la plus rapide des petites européennes de série. ასე გაჩნდა Clio Williams-ი, შემდეგ RS 172, 182, 197 და 200. ავტომობილები, რომლებმაც ჰოთეჩის ისტორიაში საკუთარი თავი ოქროს ასოებით ჩაწერეს. წლების განმავლობაში Renault სპორტის ფილოსოფია იყო მარტივი: პატარა წონა, ხისტი დაკიდება და მაქსიმალური კონტროლი. ამ ფილოსოფიამ Renault სწორედ აქამდე 2016 წლის RS Trophy-მდე მოიყვანა. ეს არის სპორტული ავტომობილი, რომელიც სიამაყით ატარებს Renault სპორტის მემკვიდრეობას და ჩვეულ კლასიკურ Clio-სთან შედარებით სრულიად სხვა სამყაროა. რა შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტულად Trophy ვერსიაზე?
Renault Clio-ს RS-ი იგივე სპორტი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მისგან განსხვავებით აქ სუსხვა დაკიდების სისტემა უფრო ხისტია, უფრო მოკლე საჭის მექანიზმია, გადაცემათა კოლობით 40%-ით კი გაუმჯობესებულია. მოკლედ ფრანგებმა ყველაფერი ჩადეს ამ ავტომობილში, რომ ნამდვილი ცხელი ჰეჯბეკი ყოფილიყო. იგი ამაყად ატარებს Renault-ს სახელს და Trophy-ს ბეიჯს. ასე ვთქვათ, კარგი მემკვიდრე გამოდგა Renault-ს საბოლოო ისტორიის. ეს მოდელი წარმოადგენს არა უბრალოდ კიდევ ერთ სპორტულ Clio-ს, არამედ ინჟინრების მიერ გამწვავებულ, ოპტიმიზირებულ და ყოველდღიურ გზაზე ადაპტირებულ იმას, რასაც Renault სპორტი 10 წლეულებია ატარებს. გარედან Clio RS Trophy უკვე პირველივე წამებში ატარებს სპორტულ შინაარსს. დაბალი პროფილი, აგრესიული წინა ბამპერი, RS-ის ლოგო, სპეციალური 18 დიუმიანი დისკები, ქვედა დიფუზორი და ორმაგი გამონაბოლქვის სისტემა ხას უსვამს, რომ საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ Clio-სთან, არამედ მის ყველაზე მტკიცე ვერსიასთან. ყველა ეს ელემენტი მხოლოდ ვიზუალი არ არის. ისინი აეროდინამიკის და გაგრილების ნაწილია. Renault Sports ყოველთვის ჰქონდა მიდგომა: დიზაინი ემსახურება ფუნქციას. ინტერიერში RS-ის ატმოსფერო პირდაპირ იგრძნობა. ყველგან ხედავთ RS-ის ლოგოებს, მეტალის paddle shifter-ებს, საჭე, რომელიც იდეალურად ჯდება ხელში. ყველაფერი მიგანიშნებთ, რომ ეს ავტომობილი მართვისთვის არის შექმნილი. Trophy-ს ინტერიერში პრაქტიკულობა შენარჩუნებულია. კომფორტული პოზა, კარგი ხილვადობა, საინფორმაციო ეკრანი, სადაც შესაძლებელია ტურბოს წნევის, ტემპერატურის და დინამიკის მახასიათებლების ნახვა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სპორტული მანქანა კომფორტსაც ინარჩუნებს. ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორი ხდება ჩვენი ავტომობილის სუდი. არა, ძღოლის მხრიდან არა. შემოუვაროთ უნდა. მე ხშირად ხუმრობ ხოლმე, რომ ეს ალბათ იმიტომ არის ესე, რომ კოპაილოტმა უნდა გაგიღო თქო. იმიტომ რომ ეს ხო რალის ლეგენდაა, საბოლოო ავტომობილი. ვალა, არაფერი დამჭერი ჰუდის და რაღაცა არ გვაქვს. პირდაპირ ამორტიზატორებზე ძალიან კომფორტულად. ნუ ევროპელებმა იციან ავტომობილის დამზადება, ამაში კიდევ ერთხელ ვთანხმდებით. რაც შეეხება ძრავს, ეს ავტომობილი აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 220 ცხენის ძალას და 260 ნიუტონ-მეტრს. ოღონდ რეის რეჟიმში 280-მდე ადის მისი მაბრუნი მომენტი. ძალიან ფიცხი ძრავია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის ზუსტად იგივე ძრავი, რაც გვხვდება Nissan Juke-ში, ოღონდ Nismo ვერსიაში. მაგრამ არა. აგებულება კი ერთი აქვს, მაგრამ განსხვავდება. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ვიზუალს ერთი შეხედვით თქვენს ხედავთ, საკმაოდ სპორტული, აგრესიული და ლამაზი ავტომობილია. აღარ შეგაწყენთ ვიზუალზე საუბრით თავს და ეხა ჩავждეთ მანქანაში და გამოვცადოთ ის, რისთვისაც ეს ავტომობილი შეიქმნა. ქალაქის პირობებში ძალიან ხისტი ავტომობილია. ხისტი ავტომობილია, იმიტომ რომ დაკიდების სისტემა აქვს სრულიად სხვა, სპორტული დაკიდების სისტემით გამოირჩევა. საჭის მექანიზმი აქვს ძალიან მოკლე ამ ავტომობილს და ჩვეულებრივი რეჟიმით სიარულის დროს გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ დისკომფორტი არის. არის მისი სიხისტიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე უნდა შევეხოთ ამ ავტომობილის წვასაც. გავტესტე ვიარე ქალაქშიც, ვიარე საცობებშიც, ვიარე ავტობანზეც და ძალიან საინტერესო მონაცემები და შედეგი დადო ამ ავტომობილმა. ქალაქის პირობებში ეს ავტომობილი მოიხმარს 100 კილომეტრზე დაახლოებით 7.5 litrს, რაც შეეხება საცობში დგომის დროს მოიხმარს 10 ლიტრ საწვავს, ხოლო რაც შეეხება ავტობანზე ჩემდა გასაკვირად საოცრად ეკონომიური ავტომობილი გამოდგა. ეს ეკონომიურობა კი გამოიხატება 5 ლიტრ ბენზინში 100 კილომეტრზე. ინტერიერში რამე განსაკუთრებული მატერიალები არაფერი არ გვაქვს. პლასმასი გვაქვს აქაც, ეს ცოტა რბილია, აქ პლასმასი გვაქვს.
კარებზე ყველგან ძირითადად პლასმასია, ეს ოდნავ რბილი არის. წინა პანელი, რაც ნუ კაია, მომწონს, ისეთი არის. ყველგან ხდება Renault Sport-ის სტიკერები, წარწერები, კარებს რო გამოვახებთ, ყველგან ყველაფერი გვეუბნება ეს ავტომობილი, რომ მე ვარ სპორტული. მე ყველაფერი შემიძლია. ეხლა მივდივართ ნორმალ მოუდში, ძალიან რბილია აქსელერაციის პედალი, რბილი ასევე მუხრუჭის პედალი. ასე ვთქვათ, ერთგვარი კომფორტული არის მგზავრობა ნორმალურ პირობებში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავრთოთ სპორტში და თუ აქსელერაციის პედალს ბოლომდე დავაჭერთ ფეხს, თავისით გადართავს სიჩქარებს. ასევე ტორმუზის დროს დაბალ სიჩქარეში აგდებს და აპაროტებსაც გვიმთხევს. ბუმ, ბუმ, აი ეს ძალიან მომწონს. ძალიან სახასიათო ავტომობილია, ძალიან მხიარული ავტომობილია და ამ ავტომობილით, ესე რომ ვთქვათ, ვერ მოიწყენ. მაგრამ გვაქვს მესამე ძალიან საინტერესო რეჟიმი. ეს არის რეისი. გადაგვაქვს უკვე მანუალში და დიდი ხანი ვაწვევით RS Drive-ის ღილაკს. სადაც უკვე გადავდივართ რეის მოუდში და ყველაფერს ვაკონტროლებთ პადელ შიფტერებით. ძალიან კარგი გასართობია, ძალიან მაგარი გასართობია. ერთი სიამოვნება პადელ შიფტერებით ამ ავტომობილის მართვა. ძალიან სახალისოა, ძალიან. არა აქვს შემაწუხებელი ხმა. არა აქვს რაღაცა ისეთი ხმა, რომ დაანგრიოს ყველაფერი. არ ჭირდება რა, მოდი შევთანხმდეთ. ძალიან სასიამოვნოდ გვესმის ის ჩუმი, შედარებით ჩუმი, ასე ვთქვათ, ხმა, რაც ამ ავტომობილს აქვს. და ძალიან სასიამოვნოა ის გადართვების ხმები, პა, აი სუპერ, სუპერ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ავტომობილის ქვეშ რა ხდება. ძალიან სწორი და სპლიტერებით, რაც აეროდინამიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და აი არ ვიცი, ფრანგებმა ამ ყველაფერზე იზრუნეს. იმიტომ რომ ეს არის სპორტული ავტომობილი. ფრანგები ან უშვებენ ეკონომიურ, ქალაქის, დაბალძრავიან ავტომობილს, ან ძალიან სპორტულ ავტომობილს. და ეს ძალიან სპორტული ავტომობილია. გადაცემათა კოლოფად გამოიყენება EDC, Dual Clutch-ის 6-საფეხურიანი კოლოფი, რომელიც თროფი ვერსიაში უფრო სწრაფია. Renault გადართვების სისწრაფე 40%-ით გააუმჯობესა თროფიში, ხოლო დაბალ სიჩქარეში გადართვები უფრო მყისიერი და აგრესიული გახადა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის პატარა, მაგრამ ძალიან მკვეთ, ცოცხალ hot hatchbacks. მართვისას Clio RS თროფი უკვე რამდენიმე წამში აჩვენებს თავის ხასიათს. მანქანა სწრაფად რეაგირებს გზაზე. მოსახვევებში მანქანა უწყინარია, მაგრამ მკაცრიც. თუ ხეშად მოექცევი, შეგატყობინებს, რომ უნდა დაუბრუნდე ჩარჩოებს. სპორტ რეჟიმი საჭის სიმტკიცეს და გაზის რეაქციას ზრდის. რეის რეჟიმში კი მანქანა მთლიანად თქვენ ხელშია. გადაცემათა კოლოფი აქ უფრო მგრძნობიარეა. ზედმეტ შეყოვნებას არ აკეთებს და აქტიურად ასრულებს მძღოლის სურვილებს. თროფი საკმაოდ კომფორტულიცაა ყოველდღიურ რეჟიმში. სალონი მოსახერხებელია საწვავის ხარჯი ზომიერი, ხმაურიც არაა გადაჭარბებული. ეს არის მანქანა, რომელიც მხოლოდ კვირადღეს უნდა გამოიყვანოთ. მას სავსებით შეუძლია იყოს ყოველდღიური სატრანსპორტო საშუალება, ოღონდ სპორტული ტემპით. მოდი ახლა გავტესტოთ, თუ როგორი ლანჩი აქვს ამ ჩვენ Renault Clio RS თროფი ვერსიას. ამისათვის გავაჩეროთ ავტომობილი. ტორმუზე რამდენიმე წამი, პადელ შიფტერები. მოვკაჩოთ, გაუშვათ ხელი, გაზ ბოლომდე, ხმა გესმით. პატარა ცხოველი! აი ესეთ ემოციას ტოვებს ეს ავტომობილი. აი ესეთ ემოციას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის თროფი limited ვერსია, რომელიც გამოშვებულია სულ 3000 წალი მსოფლიო მასშტაბით. აქედან დაახლოებით 200-250 ერთეული იყო იაპონიაში შეყვანილი. სწორედ იქ აღმოაჩინეს ეს ავტომობილი და როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ის იყო და მე ვიყავი.
ეგრევე ვიყიდე. ძალიან იშვიათი მოდელია საქართველოში არის ის ბევრმა არაფასებენ რატომღაც ფრანგულ hot-hatch-ებს, არა და ბევრი ისეთი რაღაც აქვს, რაც სხვა ბევრად ზვიერად ღირებულ სპორტულ ავტომობილს შეშურდება. ცოტა თანცარაა. ასევე მარტივად ხდება ეს ავტომობილი, რაც მეტ სიხალისეც ძენს და ასევე მარტივად რომელი ავტომობილით ხდება, ისინი ყველა კარგად უხვევს და ეს მანქანაც ძალიან მაგრად უხვევს. ძალიან კარგად ეჭირდება და ძალიან კარგად დგას ასფალტზე. არ ვიცი. ყოველდღიურ მანქანად, ვისაც არ აწუხებს ავტომობილის სიხისტე, ქარხნულად სპორტული ავტომობილი არის ძალიან მაგარი. მოდი შევეხოთ მინუსებსაც. ალბათ პირველი და გავრცელებული პრობლემა ამ ავტომობილების არის charge pipe, რომელიც არის იაფასიანი პლასმასისგან დამზადებული და ასე ვთქვათ, დროთა განმავლობაში იფრხნება, ტყდება, ძველდება. ეს უნდა ჩავანაცვლოთ ხოლმე აუცილებლად ალუმინის charge pipe-ით და მერე უკვე ჩათვალეთ, რომ არის და იქნება. ეს არის ალბათ ის ძირითადი დეტალი, რის შესვლაც აუცილებლად აღჭირდებათ, თუ ამ მანქანას იყიდით, მეორაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 2016 წლიანია მოგეხსენებათ. დანარჩენი ისეთი პრობლემების სიმპტომები ამ ავტომობილს არაფერი არ ახასიათებს, რომ რამის გამო დაიწუნოთ. ნაწილებს რაც შეეხება, კი, ზვირად ღირებულია. დავიწყოთ ალბათ გადაცემათა კოლოფიდან, რომელიც არის dual clutch-ი, ძალიან სწრაფი კოლოფია. და ძალიან კარგად თავს სიჩქარეებს. დაგვიანება არ აქვს. ამბობენ რომ სადღაც Volkswagen-ის DSG-სა და PDK-ს შუაშია ეს გადაცემათა კოლოფი. არ ვიცი, ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი რაც მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ავტომობილის რეაგირებით, სიჩქარის შეცვლით და შეცვლის სისწრაფით. კლაჩიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, ეგრეთ წოდებული გადაბმულობის ხურობს. Clio RS Trophy არის ის მანქანა, რომელიც აერთიანებს რეალურ სპორტულ ენერგიას, მართვის ნამდვილ სიამოვნებას და ყოველდღიური გამოყენების პრაქტიკულობას. ეს არის hot-hatch-ი, რომელსაც აქვს ისტორია, ტექნოლოგია და ხასიათი. თუ თქვენ ეძებთ ავტომობილს, რომელიც პატარაა, მაგრამ ძლავრი, ემოციური, ისეთი რომ მართვის ყოველი წუთი დასამახსოვრებელია, Clio RS Trophy ნამდვილად კარგი არჩევანია. ჩვენი გადაცემის სტუმარია ნიკა აბაშიძის გოგო ძმა ანა აბაშიძე. ანა როგორ აც უკვე ავტობლოგერი. შენ არ გეკითხე. მე არ მეკითხები ხო? ჩვენც კარგად ვართ. მოკლედ შენც გაქვს YouTube არხი, შენც დაიწყე რაღაც პროექტები და ახლა პირველი რაც მთავარი და რაზეც მინდა რომ გკითხო და ალბათ ყველა საინტერესებს ნიკა, შენც გაინტერესებს მე მგონი ძალიან. ნურბურგრინგზე რა ხდება? ნურბურგრინგზე რაც ხდება, ეს უნდა ნახოს აბსოლუტურად ყველა ავტომოყვარული. ოღონდ ნამდვილმა ავტომოყვარულმა მე ვამბობ, როგორ რაღაცას იცი? იქ არ მიდის ჭიდაობა ცხენის ძალებზე, რომ აი მე ხუთი მყავს ამდენს, არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება მოვიდეს ვიღაცა 1900 რაღაცა წელს გამოშვებული მანქანით, თუნდაც იმ დროს ინტეგრა გაზაობდა, რომ ვიყავი ბოლოს. მაგარი გაკეთებული, მთელი ცხოვრება რომ მაგაზე აქვს დახარჯული, მოხდილი აქვს, მორგებული აქვს თავის იმაზე და ეს შენი M5 გადაიხოს. ძალიან ჩაულებრივად, ამიტომ იქ უნდა ჩავიდეს ნამდვილი ავტომოყვარული, რომელსაც აი ეს უყვარს, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება მანქანაში და არა უბრალოდ ცხენის ძალები, იმიტომ რომ სასწაული რაღაცები ხდება, სასწაულ მანქანებს. აი ფინანსურად დაახლოებით რა დაგიჟდა ერთი ტრიპი? მანქანით მოგზაურობა, ჩასვლა, იქაური ხარჯები, ჩამოსვლა, დაახლოებით რა თანხებთან არის დაკავშირებული? ორი ადამიანი ავტომობილით რო წახვიდნენ, ჩვენი ავტომობილი ცოტას არ წოვდა და შესაბამისად იქ ხარჯები ყველაფერი რო აიღო, დაახლოებით იმ პერიოდზე 20,000 ლარი მაინც გინდა.
კაი თანხა არის კი, ძალიან. იმიტომ- იქ შესვლა სიარულით ყველაფერი, ხო? ეგ კიდე ყველაზე იაფი ვარიანტი, აი ყველაზე დიდი ფული გეხარჯება ბენზინში, იმიტომ რომ საქართველოს გაცდები თუ არა ქართულ ფულზე რო გადმოიანგარიშო ბენზინი კი, ძალიან საკმაოდ გიძვირდება, ძვირი არის, კი. ძალიან გიძვირდება უკვე. ეხა ევრო და 70 რო იხდი ბენზინში ხო ხვდები, უკვე ის არის რა, დიდი თანხა გამოდის ქართულ ფულზე. პლუს ჩვენ ეხლა ის არ დავდივართ რომ ღამეს ვათენებდეთ, იმიტომ რომ არ გვეღერს, რავი, დამღლელია ძალიან ეგ ყველაფერი. გაჩერდებით სასტუმროში ხო, დაისვენეთ, იქ კი, ქალაქს დაათვალიერებთ. კი, ან კი, კი, მოგზაურობა რა. მოგზაურობა ხო. თავიდან ბოლომდე რომ შეირგო ყველაფერი ისიამოვნო და ასე შემდეგ დაახლოებით 1-20,000 ლარი მინიმუმ აიძგნა ორ ადამიანს. მაგრამ გადაფრენით ბევრად იაფიჩდება ფრანკფურტში არის პირდაპირ ფრენები ხო, ქუთაისიდან მაგრამ და იქ მანქანას კირაობა მოგიწევს. ხო, წესით ალბათ. კი, სამწუხაროდ ეგ პრობლემა არის, რინგზე ტრანსპორტი არ დადის. თვითონ ნურბურგ რინგზე ის სოფელი რაც არის, იქ ტრანსპორტი არ დადის. მაგრამ თვითონ იქ ხო ქირავდება მანქანები, რითაც შეგიძლია იარო. უკვე გამზადებული. გამზადებული. კი, ძალიან ბევრნაირი გოლფიდან რენოც შეხოთაშორის. რენოც ემორები არის ბევრი, M3-ები ყავთ F-series, M3-ები ყავთ, ანუ გაკეთებული თავიდან ბოლომდე გადუგული მომზადებული რინგისთვის და Porsche-ები ხო თავისთავად, Porsche უამრავი. მაგრამ ფასები იქნება კაი მკვირი, ხო, იდეაში. არა, 300 ევროდან იწყება. ხო? ხო, 300 ევროდან იწყება, თუ არ ვწდები 4 წრე შედის. ვა, 4 წრე რინგზე თუ ძალიან რაღაცა მაგარია. ეგ, ხო? არა, ანუ გაჩნია მანქანას, ანუ გოლფს იქირავ, რომ ეს გოლფი ოღონდ ბანძიკი არ არის, ანუ ისეთი მომზადებულია, რომ კი, ძალიან მაგარ დროს დაწერა რა, შეიძლება ვიღაცა Porsche-ი რო იაროს, იმ დონის დრო დაწერო, შენ თუ ტრასა იცი და გამოცდილება გაქვს. აი, შენ ახლა გივლია რუსთავის ტრეკზეც და გივლია ნურბურგინგზეც. აი, ადამიანებისთვის, ვინც არ ვიცით რა ხდება იქ, შედარება რო გითხრა უბრალოდ. ახლა ძალიან ცუდი შედარება იქნება რუსთავის ძალიან ცუდია, რამხელა არის და ემოციებში რამხელა ხობა არის დაახლოებით. ემოციებში არის უდიდესი სხვაობა, იმიტომ რომ რუსთავის ტრეკზე შედიხარ ტრეკზე, სადაც არის ტრეკის კანონები და ნურბურგრინგზე არ შედიხარ ტრეკზე. ნურბურგრინგი ოფიციალურად არის სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზა, 22 კილომეტრიანი, სადაც მოქმედებს ჩვეულებრივი მოძრაობის წესები. რინგზე არ შეგიძლია მარჯვიდან გადასწრება, რის გამოც შეიძლება თუ მარშალმა დაგინახა, ბანი დაგანდო და იმ დღეს აღარ შეგიშვან. ვა. და უბრალოდ ამ გზაზე ერთადერთი კანონი არის, რომ სიჩქარე არ არის შეზღუდული. დანარჩენი ჩვეულებრივად ჯარიმდები და რინგზე თუ დაიმტვერი, ანუ უამრავი ჯარიმა, ჩათვალე როვანებში ხარ და ეგრე უნდა გამოასწრო. საქართველოში აბსოლუტურად. არც გეყოფა არ ვერ გამოასწრებ, დაგიჭერენ და ანუ აი გადაიხადე. პირდაპირ ესე არის რა, ანუ საერთოდ სხვა გამოცდილება არის. წარმოიდგინე 22 კილომეტრიანი გზაზე მიდიხარ, ეს გზა აუცილებლად ზეპირად უნდა იცოდე, რომ შენ ანუ ყველა მოსახლეში უკვე სწორად შეხვიდე. მაგრამ არის ის, რომ სტატისტიკა არის ესეთი, რომ რინგზე ერთდროულად იმყოფება ხოლმე 400 მანქანა. წარმოიდგინე, ეხლა იქ მართვის გამოცდილება რა არის. ვიღაცა დაგაზავს, ვიღაცა შეიძლება შემოსული იყოს რაღაცა რეტრო მანქანით გადახდელით, кайფობდნენ და ან ყველა თავის პონტშია მოკლედ რა. ყველა ტიპის ავტომოყვარულს კრავს. ეხლა მითხარი შენ YouTube არხზე. რატო გადაწყვიტე რომ ჩაერთო ესე აქტიურად? ჩემ YouTube არხზე იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ ხო დიდი ხანია კი იცით, რომ ეს YouTube თემებში ვარ, როგორც უკამერის უკან რა და ბევრი YouTube არხზე მიმუშავია, მაგრამ ეს ან ეპიზოდურ როლებში. ხო, გოგოძმის როლში. გოგოძმის როლში. მაგრამ ეს Honda რაც ყავს ჩვენ საგვარეულო CRX. ისე მოხდა რა, მოკლედ ნიკა ფიზიკურად ვერ ახერხებს მართლა, რო ყურადღება მიაქციოს და აი ეს მანქანა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე დავდიოდი ბოლოს სანამ შეეძლო სიარული, რაღაცა ჩემთან გასახთან ასე შემდეგ და ძალიან დიდი ხანია მინდა რომ მოიხოდოს რა. ოღონდ ეს თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ როგორც ტრეკის მანქანა ესე ვეღარ მოიხოდება, უკვე ძარა ისეთი დაზიანებულია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ იყოს ისევის შოუ-კარ, რაც იყო თავის დროზე. ხო, ვიზუალურად, ტექნიკურად აღდგეს. და რაღაც პატარ-პატარა დეტალები დავამატო, ეხა Sony-ს ჩავდგა. ხო, რა, ხო, რა. ანუ ისტორია რომ გააგრძელოს რაღაცნაირად, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება. 2000-იანების აი ფორსაჟი რო გამოვიდა და აი ზუსტად ეგეთი ავტომობილია. ყავს ეგ CRX-ი ახლო დანანახით? ძალიან საყვარელი მანქანა არის და მეც ძალიან მომწონს და იმედი მაქვს რომ
მალე დაიწყებ ამ პროექტს. აი ველოდების სპონსორები არის ყველაზე დიდი ის რა პრობლემა ამასთან. მე როგორც მახსოვს 92-ის პროექტიც უნდა დაგეწყო. 92 ჩემი თუ აკეთებ. ანუ ოღონდ არ მინდა რომ გაიწელოს ვიდეოები, ახლა მაგალითად რომ ღებავს ველოდები, როცა მოიცლეს, მივიყვან, ერთიანად გადავიღებ ესე დეტალურად ეს პრობლემა აქვს, ახლა მე გავაკეთებ ამას და ერთიანად მზად რო იქნება, მე ერთიან ვიდეოს გადავიღებ. რა მინდა იცი რომ კითხო, აი სადმე თუ აპირებ ახლა ავტოსპორტისკენ რომ წახვიდე. ისე რომ აქტიურად იარ. ან დრიფტში, ან წყალთარბოლაზე, ან წრიულზე. დრიფტში იყო ყველაზე დიდი შანსი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ეგრეთ წოდებული შეყვარებული, რომელიც არის პროფესიონალი. დრიფტისგან დაზარალებული ხო? დრიფტისგან დაზარალებული. მოახერხა ისე რომ ყველა ცნობილ ადამიანს ასწავლა დრიფტი, მაგრამ ჩემთვის ვერ იცდეს ვერ იცლის ვერასდროს და ბოლოს ვიდეოს დავდი არხზე მარტო რო წავედი, ნერვები მომეშალა უკვე და მარტო წავედი, მეთქი მარტო უნდა ვივარჯიშო. ვიღაცამ ხო ისწავლა თავის დროზე მარტო. მეთქი აი მეც ვიზავ რაღაცას მარტო და არ ვიცი ამ ტემპით 20 წელიწადში მევოდი. ეხლა შენ მითხარი ფრანგულ ავტომობილებზე შენი აზრი. ფრანგულ ავტომობილებზე მე ძალიან მიყვარს როგორც სახასიათო ავტომობილი. იმიტომ რომ ზოგადად რადგან ვარ ავტომოყვარული, ყველა ქვეყნის ავტოწარმოებას ვცემ პატივს, იმიტომ რომ ყველამ შეიტანა თავისი როლი ავტოინდუსტრიის განვითარებაში და თუნდაც ავტოსპორტის განვითარებაში. ხედავ, პეჟომ საერთოდ ხო ტაქსიმ შეგვაყვარა. ეგ იყო რომ უდიდესი როლი ითამაშა ჩემ ბავშვობაში ავტო თემაზე და ფორსა ჟამდე იყო. ყველას რომ მაგარი ავტომობილი გვექონა. ხო, რომ თან დეიდა ჩემს ყავდა ეგ მოდელი ზუსტად 3-დან 0 მაშინ და მეგონა რომ გამოსულა ეს ფრთები და რაღაცები. კი, და ძალიან ისე მაქვს მოკლედ ეს თვითონ პეჟოს ბრენდის ავტომობილი, მაგრამ როგორც ასეთი თვითონ ინჟინრულად, როდესაც მივალთ, უკვე კი ძალიან ბევრი სპორტული მოდელი ყავს, თუნდაც რენოს, თუნდაც პეჟოს და ასე შემდეგ, მაგრამ არ არსებობს ისტორიაში გამძლე ეგ ავტომობილები რა, არ აქვს სამწუხაროდ ეგ სტატუსი და ერთადერთი რაც არის, რომ აი რო გითხრა, რომ ისეთი მოყვარული როგორც სხვა ბრენდების არა, უბრალოდ რაღაცა მელანქოლიური დამოკიდებულება მაქვს ფრანგულ ავტომობილებზე, ნუ ბუგატი თავისთავად ახლა. დაანო ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ძალიან შეუყვარდა და თუნდაც აპირებს უკვე ყიდულს. ხასიათი აქვს. ისეთი ხასიათი აქვს, აი ამგვარი მხიარულია და ჰონდასავით არ არის რა. ჰონდა მაინც ჰონდა არის. არა, ჰონდა არის ჰონდა არის, იცი რომ აი ჩემი მანქანა ამდენი წელია უკვე ესეთ მდგომარეობაში, მანქანა დაიქოქა და ძრავი მუშაობს, აი ნებისმიერი BMW რო დაქოქო, ისეთი ჩავარდნები აქვს, როგორც ამ ჰონდას აქვს. ანუ ძრავი მუშაობს იდეალურად. აი რენოს აქვს უკარგესი ხასიათი, მაგრამ აი მისგან არ ძრავები ძალიან კარგი აქვს რენოს. რენოს? კი, ძრავი აქვს, აი სასწაული. რომელიღაც იაპონურ ბრენდთან კოლაბორაციით ხო არ შეიქმნა ეგ ძრავი ნეტა. მისანთან არა, ანუ როგორ არის, იცი? ნისმოს ძრავი არ არის. ზუსტად ერთ-ერთი. ნისმოს ძრავი არ არის ერთ-ერთი. უბრალოდ აგებულება აქვს ერთნაირი. არა, აგებულება აქვს ერთნაირი, მაგრამ ბევრი დეტალი განსხვავდება, ცხენებში სხვაობა, ყველაფერში სხვაობა აბსოლუტურად. აი ეს რაღაცებს რო ეუბნები ხოლმე, მე ბრაზდება ხოლმე. ეგრეა, ხა არა, ყველა ადარებს, რომ აი ნისმოს ძრავი არ არის ნისმოს ძრავი. არა, ნისმოს ძრავი არ არის, მაგრამ ინჟინერია საიდან აქვს წამოღებული მაგას გეუბნები. აგებულება საიდან წამოვიდა? აგებულება შეიძლება ერთი იყოს, მაგრამ სხვადასხვა, მოდი მაგაზე შევხვდეთ. სხვადასხვა. არა, არადროს არ აღია. ისე შენც გაწყობს ახლა რომ იაპონურ კულტურას არ მიეწეროს რენო რა. მე არ მიეწეროს რენო ნამდვილად. კარგი, ეხლა შენ გითხარი, საომავლო გეგმები რა გაქვს? საომავლო გეგმები რა გაქვს და აი მაინც გითხარი შენი საყვარელი, აი არჩევნის უფლება რო გქონდეს 3 ავტომობილი, რომელსაც იყოლიებდი მთელი ცხოვრების განძილზე. აუ, ეგ ძალიან რთული რაღაცა მითხრა. რა იქნებოდა ეს 3 ავტომობილი? ჩემი გარაჟი, ტვინში რა გარაჟიც მაქვს ძალიან დიდია. 3 ამოარჩია. 3 ამოარჩია, აბა. რა იქნება? Porsche. არა. არა, Porsche აუცილებლად იქნება. ერთ-ერთი იქნება აუცილებლად იქნება, GT3, ოღონდ უბრალოდ, ანუ თუ უბრალოდ მხოლოდ 3 ავტომობილის ყოლის უფლება მაქვს, Porsche იქნება GT3 და არა RS. დიდი სპოილერით? ხო, ანუ უბრალოდ GT3 არა RS ვერსია, რომ აი თავი მოძრავა და თან ტრეკიც იყოს რა, იმიტომ რომ RS ქალაქში სამოძრაოდ კატასტროფა არის და დანარჩენი 2. Ferrari იქნება აუცილებლად F40. არა, გემოვნება. და
და ერთი მანქანა მყავს ჩაბეჭდელი, ოღონდ ეს არის ძალიან სუბიექტური, ანუ როგორც ასეთი ვიღაცამ რო თქვი შეიძლება რაღაც ვიღაცისთვის არანაირი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ მე მყავს ჩაბეჭდელი პაგანი. უბრალოდ ლეგენდარული ავტომობილი. ხო, ზონდა? ზონდა მისი ხმა, დიზაინია, utopia ხო utopia, პირდაპირ რა სახელიც ქვია ის არის ნამდვილად, მაგრამ ზონდა მაინც აი როგორ გითხრა, საწყისი რო არის რაღაცა ყველაფრის ეგეთი ის არის და ალბათ ეგ სამი ავტომობილი მე სხვათა შორის Top Gear-ში იყო, არ რო გადაიღეს რა და ხალხს ეგ რა მანქანა არისო და ზონდა და ყველას ეგონა Honda. აი ცა საინტერესო ის იყო რა. მაგხელა Honda. ხო, მაგხელა Honda რაღაცა ისეთი უცნაური ის იყო. ანა, შენ სამომავლო გეგმებზეც გითხარი, ორი სიტყვა, რას აპირე, აგრძელებ თუ არა მიმართულებით კარიერას და რამე პროექტებს თუ გეგმა. პროექტები მექნება აუცილებლად. პირველ რიგში აუცილებლად უნდა განვახორციელო, რომ Honda-s პროექტი ეს აუცილებელი ვარიანტი არის და ნუ სპონსორი იქნება, არ იქნება, როგორც მოხერხდება, მოკლედ უნდა გავაკეთო ეგ ყველაფერი და მე ძალიან ისეთი არასტანდარტული პროექტები, მოკლედ ანუ კი იცის, შენც იცი რაღაცა, რომ არ მაქვს ეს სტანდარტული ის მანქანების ის რაღაცა შეიძლება თავში დიდი ხანია მაგალითად ტოფასი მინდა რომ გავადრიფთქარო. აი ეს მაქვს რომ თურქეთში რომ გამოვიარეთ ბევრჯერ, ანუ რიგზე რომ ვიყავით 4 ჯერ მანქანი, ამ ტოფასი ხოიცი რომელია? ხო და ეს თურქული მანქანა არის, ტოფასი რომელიც ხალხო, ანუ ამის თუნდაც ფურგუნი ვარიანტი და თუნდაც აი დაგდებულები რო აქვს, აი ესე რო აქვს რა დარაზვალებული საბურავი. ეს არის ცალკე ხელოვნება ჩემთვის, ეს ურბანულია ძალიან და აი მაგის დრიფტკარი უბრალოდ 3-დან 0 გაუშვა და რაღაც აი ძალიან ეს არის რა. რა საინტერესო პროექტი კი, იქნება. და- ეს წინა წამყვანია, ჩაგიკითხები. სიმართლე რო გითხრა, რამდენადაც მე ვიცი უკანა წამყვანია მგონი. ვაუ, მე წინა მგონია. მაგრამ ანუ დიდად არ ვარ გარკვეული, ხო გეუბნება? მეც ესე არ ვიცი, თურქეთში დეტალურად არ ვარ ჯერ არც მე არ გარკვეული, ვიცი, უბრალოდ ეს უბრალოდ. მანქანები დავინახე მესამე წასვლაზე, უკვე დათოს ვეუბნები, რომ მეთქი ეს მანქანა მომწონს რა. მაგრამ ანუ ვერ ვხსნი მომწონს, იმიტომ რომ არ არის რა, ხო, ძალიან გასართობია ჩემი და მე რა უნდა გააკეთო ახლა მანქანისგან, გავაკეთებ drift cars, რომელთაც აი რა დაამტრო არ დაგენონება რა. მეორე ვარიანტი მაქვს კიდე ერთი სამაკ პროექტი, ისიც აუცილებლად უნდა განვახორციელო, ეს სხვათა შორის რინგზე ვნახე და იმის მე მაქვს თავში. 36-ის ფურგონში უნდა ჩავდო ეს 54 აუცილებლად და მაგით წავიდე რინგზე. ეს 54 არის 46 ემის ძრავა. ანა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ, ასე. ზრდას, განვითარებას, ბევრ ფოლოვერებს, ბევრ სპონსორებს და რა ვიცი. თუ რამეა, ჩვენს თქვენ გვერდით მადლობა ძალიან. იქნებით. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.